პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დავაფუძნეთ და მისი მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება. უკვე მერვე წელია ჩვენ საქართველოს მასშტაბით აღმოვაჩენთ საინტერესო მაგალითებს პროფესიულ განათლებაში წარმატებული სტუდენტის, მასწავლებლის, პროფესიული საგამართლებლო პროგრამის და ბიზნეს პარტნიორის. The Embassy of Israel is privileged and honored to be part of this important and inspiring event year after year, to see how this big word about the importance of vocational training are actually reflected in. დღევანდელი დღე არის წარმოჩენა, შეფასება იმ შრომის, რომელსაც ყველანი ერთი პროფესიული განათლების მიმართულებით გავწევთ ხოლმე წლის განმავლობაში და დღეს ვხედავთ რამდენად წარმატებული არიან ის ადამიანები, რომლებიც პროფესიულ განათლებაში არიან. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს და მადლობა იმ ახალი ტენდენციებისთვის, რომელიც დღეს ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ შეიქმნა. ფონდი 2017 წლიდან უჭერს ამ კამპანიას მხარს. ძალიან გვიხარია, რომ პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. მინდა მიულოცო წლევანდელ გამარჯვებულებს ეს წარმატება და ვიმედოვნებ, რომ მომავალში სხვა კოლეჯებიც, სხვა მასწავლებლები და სტუდენტებიც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, ისევე როგორც გაიზრდება ამ კონკურსის მხარდამჭერების რიცხვი. პროფესიული განათლება ჩვენი განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ძალიან სასიხარულოა ყველა ღონისძიება, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის და განვითარებისთვის იმართება საქართველოში.